მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო და იუთუბელებო. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება აქ ჩემთან, საჯარო გაშლებზე, აროს კონსულტაციისთვის. ამჯერად ავიღე 3 დასტა. მე მგონი ხედავთ. და ამ 3 დასტიდან ან ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მიგიზიდავთ, ან მოусმინეთ 3-ვეს. მოკლე იქნება, იმიტომ რომ 3-ზეა, 3 ადამიანზეა, ან 3 პიროვნება ჩაიფიქრეთ, ну როგორც თქვენ გაგიხარდებათ. აქ მნიშვნელოვანია ახლა ინფორმაციის გაგება, სწორი პასუხის მიღება და რა თქმა უნდა, მადლიერება, თქვენი ლაიქით, თქვენი კომენტარით. კარგად აურევ 3-ვეს. ხო, კითხვა ასეთია, რა იზიდავს თქვენში, რით მოხიბლეთ ის, რა თვისებაა, რა სიტუაცია. შეიძლება ის დაგვარად ვკითხავ, რომ კონკრეტული იყოს, მოკლე იყოს, ძალიან არ განვავრცო, იმიტომ რომ დრო მიდის. დრო კი ფულია, ასეა ნათქვამი, ჩემი ენერგიაც იხარჯება და თქვენი, ასე ვთქვათ, სამადლობელი პასუხი იქნება ლაიქი ან კომენტარი. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონებათ და თუ რეზონირდება ამ 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი. რაც შეეხება თუ მე, ესე იგი, ჩემთან კონსულტაცია უნდა ვინმეს, გაგება უნდა, ტაროს პროგნოზი, პირადი ურთიერთობები, ახლო მომავალი, ყველანაირ თემაზე ვშლი უბრალოდ არის 2 ვარიანტი, ან არის, ესე იგი, ვიდეო ლაივით, ჩართვით, თქვენთან პირდაპირი კავშირით, ან და კითხვებით, ოღონდ უნდა ვიცოდე სახელი, რა თქმა უნდა, კონკრეტული ასაკი და კონკრეტული კითხვა, იმიტომ რომ კონკრეტიკა უყვარს ყველაფერს, ყველა სისტემას, მათ შორის მანტიკას. მოკლედ მოვემზადოთ ახლა 3 ვარიანტისთვის, მე მგონი ჩანს, პირველი, მეორე, მესამე, ჩაიფიქრეთ და კითხვა ასეთია, რა მოხიბლა ამ ადამიანმა, თქვენში რა დაინახა, რით ხიბლავთ და ანუ აი რა თვისება მოსწონს, რა თვისება იზიდავს. დავიწყებ პირველი ვარიანტით. ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი? თქვით თქვენთვის სახელი ამ ადამიანის, ვინც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა და კითხვა ასეთია, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და შემოსულია აქ ჩემთან საჯარო გაშლაში. არა აქვს მნიშვნელობა როდის, როცა დაგაინტერესებთ და ეს ვიდეო იქნება თქვენთვის აქტუალური დროისთვის. დრო და სივრცე სამყაროში არ არსებობს. სამყაროში არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება სხვადასხვა სახით. ზოგჯერ ეს არის უბრალოდ მინიშნებებით, როცა სამყარო ან სიმბოლოებით, ან ციფრებით, ან სხვა ადამიანების სახით, როცა სამყარო გვაწოდის ინფორმაციას, ან იგივე ამ საჯარო გაშლებით. თქვენთვის სასურველ ჩაფიქრებულ ადამიანს, ეხა ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა, რა იზიდავს თქვენში, რა მოეწონა და რით მოხიბლა. პირველი თვისება რა იყო, რითიც მოიხიბლა თქვენით. პირველ რიგში ამოდის პატივისცემით არის გამსჭვალული ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც უყურებს ფასეულობებს, მენტალიტეტს, აქ, ანუ თავისი ესეთი გამოხატული რაღაც პრინციპები, იმიტომ რომ სულიერების კარტი ამოდის და ავტორიტეტის და ასე ვთქვათ, გავლენიანი ადამიანს არ ვიცი, რამდენად გავლენიანი, რამდენად არ არის გავლენიანი, მაგრამ აი ესეთი სახით, მაგრამ თქვენ დამი პატივისცემა აქ პირველ რიგში. მერე ამოვიდა ის სიტუაცია, რომ თქვენი აი ეს მომხიბლელობა, ეს ქალურობა, პირდაპირ იმპერატრიც ამოდის, რაც მას, ესე იგი, მზრუნველობა და ესეთი დადებითი ენერგია, რაც ნამდვილი ქალის ენერგია, ხო, დედის, მზრუნველის, გულთან მიმტანის, ემპათიურის, რაც მოეწონა, გარდა ამისა
დაინახა თქვენი რაღაც კომპლექსები, ანუ ბოლომდე რო არ ხართ გახსნილი, შეიძლება რაღაც მომენტში იკავებდით თავს. ეს თქვენი ქალურობა რო წარმოგეჩინათ და რაღაც მომენტში ჩაიკეტეთ, ან დაიმორცხეთ, ან რაღაც იყო ისეთი, რომ ესე იგი ამ ადამიანმა აღმოაჩინა ეს რაღაც რო იწვიან აი ესეთი თვისება, ხო? როცა რაღაცნაირად თავშეკავებული ხარ ადამიანი. აი ეს რაღაცა თავშეკავებულობა, სისადავე, უბრალოება, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდი მიმზიდველობა, ქალურობა, სილამაზე. ამ ადამიანს უნდა სტაბილური ურთიერთობა თქვენთან, მოეწონა, შეიძლება სუფრაზე იყო ეს, ან რაღაც მომენტში სუფრაზე მოხდა თქვენი გაცნობა, ან და შეხვდით ერთმანეთს, ან მეგობრების წრეში, ან არ ვიცი, სუფრა ამოდის და იმ თქვენ მეგობრებთან ერთად გამორჩეულად თქვენზე წამოვიდა ყურადღება. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეხა ეს ფიზიკურად მოეწონეთ. პირველი ფიზიკურობაა საერთოდ და მერე უკვე თვისება, ნახე, დაინახა თქვენი პასუხისმგებლობა თქვენ მეგობრებთან იმ სიტუაციაში, იმ მოცემულობაში, რაშიც იყავით და პირველი რაც, ანუ შემოვიდა, მაშინ პატივისცემით განიმშვალა. მაშინ აბა თუ რაღაცნაირად გითხრათ და გაგრძნობინათ ეს მან. ისევ პატივისცემის კარტი ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ არა. მან ეს არ გითხრათ, ანუ ამის შესახებ მან არ გითხრათ, რა მოეწონა, მაგრამ ცივი გონებით შეაფასა სიტუაცია და რაღაც მომენტში დაფიქრდა, რომ აი სერიოზულად ვიფიქრებ მე ახლა ამ ადამიანზე, მაგრამ კიდე ანუ სასწორის ქვეშ, ანუ აბალანსებს ენერგიას, კიდე რაღაცას აი ვერ ამბობს ბოლომდე და ვერ გადმოდის აქტიურ მოქმედებაზე, მაგრამ იქნება ეს აქტიურობა, იმიტომ რომ ცოტა ხანი დრო მიეცით, კარგად შეგაფასოთ, იმიტომ რომ გაკვირდებათ ეს ადამიანი. ფაქტია, რომ გაკვირდებათ და აბა როგორ განვითარდება, ხო? სამომავლოდ. ნუ კონტაქტზე გამოვა, კონტაქტი იქნება და მერე სტაბილურობა ამოდის. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ აქ პროგნოზირებთ, კარტის ინფორმაციას ვიგებთ, დანარჩენი, ხო, ის 80% მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, ნახეთ, ჩვენ მოქმედებაზე. მე ყოველთვის ამას ვამახვილებ ყურადღებას. კარტი გეტყვის, კი ბატონო, მაგრამ ეხლა შენ რო უნდა იმოქმედო და როგორ უნდა მოიქცე, ანუ ამას ეხლა კარტი როგორ განსაზღვრავს, როცა გეტყვის, როცა აი ესეთი სიტუაცია, ხო, აი ამ მოცემულობაში, მაგრამ შენ უკვე შესაბამისად უკვე უნდა ჩართო შენი, ასე ვთქვათ, გონება გამჭრიახობა და იმის მიხედვით იმოქმედო, ხო, რომ ის მოცემულობა და ის პროგნოზი აცხადდეს. გადავედით მეორე ვარიანტზე, თუ მოგეწონათ, მადლობა. პირველ ვარიანტო, გადავედით მეორე ვარიანტზე. მაშ ვინც ეხა ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი, რა მოხიბლა ამ ადამიანმა თქვენში, რა თვისება იზიდავს თქვენში, რით მოხიბლეთ, რით დაიპყარით მისი გული. აბა ვნახოთ, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა. ნუ ყველანაირად კარგი კარტი ამოდის. აქ ბევრი გაშლა არც არის საჭირო, მე თუ კითხავ. ნუ აქაც შესაბამისად იმპერატრიცა ამოდის, რაც ქალურობის, კიდევ ერთხელ ვიძახი, დადებითი ენერგია, პლანეტა ვენერა, სიყვარულის, მიზიდულობის, ზრუნველობის, ყველანაირად რა, დადებითი ამოდის ის, რომ აყვავება პირველი, რაც მან, ესე იგი თქვენში დაინახა, ეს ქალურობა, ეს სილამაზე, ეს აყვავება, მერე ურთიერთობა თქვენსა და ამ ადამიანს შორის ისე წავიდა, იქ იყო კიდე მესამე ადამიანი, მამაკაცი. და რაღაცა საეჭვიანო სიტუაციაც იყო, რის გამოც ეს ადამიანი არ ამხელს ამას, გაჩუმებულია. მაგრამ თქვენთან კონტაქტი უნდა ამ ადამიანს, თქვენ ყავხართ მას ამორჩეული, შესაბამისად გეგმები აქვს თქვენზე სამომავლო და აქ უკვე
სერიოზულ ურთიერთობაზეა საუბარი, ოღონდ აქ არის კიდე ერთი ადამიანი თქვენი მხრიდან. რის გამოც ეს ადამიანი დუმს. ანუ თქვენ მოქმედებას ელოდება. შეიძლება იმ ადამიანსაც მოწონხართ და ეს დააფიქსირა მან, ან და თქვენ უთხარით, რომ აი ყავთ თქვათ თაყვანისმცემელი ან ადამიანი, რომელიც არ არის თქვენს მიმართ გულგრილი და ამიტომ გაჩუმდა ჯერჯერობით. ნახოთ, აბა როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ანუ აქ ამოდის, რომ ხანგრძლივად წავა თქვენი ურთიერთობა და სხვათა შორის ამბავსაც გაიგებთ გზიდან ახლო მომავალში ან ვიღაცა ადამიანი გაგაგებინებთ ამ ადამიანზე რაღაცა ამბავს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაც მოქმედება ესეც თქვენზეა დამოკიდებული. ანუ ყველანაირად მაჩვენებენ, რომ ეს ადამიანი მზად არის სერიოზული ურთიერთობისთვის, პარტნიორობისთვის, ოღონდ აქ იყო დაბრკოლება ადამიანის სახით, მამაკაცის სახით, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული. ანუ თქვენ რომ აჩვენოთ, რომ არ გაინტერესებთ ის, ან არ ხართ სხვა პიროვნებით დაინტერესებული, მაშინ გადმოდის ეს უკვე მოქმედებაზე და ხანგრძლივი ურთიერთობა იკვეთება აქ, მეორე ვარიანტთან. მოკლედ, ესეც თქვენზეა დამოკიდებული. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ და თუ რეზონირდა, გამაგებინეთ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. გადავედი მესამე ვარიანტზე. მადლობთ მეორე ვარიანტო და გადავედი მესამე ვარიანტზე. ვინც ახლა ჩართო ვიდეო და უყურებთ ამ ჩემ ასე ვთქვათ ლაივ გაშლას, ვიდეო კონსულტაციას, აბა ჩაიფიქრეთ ადამიანი, მესამე ვარიანტო, რით მოხიბლეთ იგი, რა თვისება მოეწონა მას თქვენში და როგორ აღგიქვათ მან. ამ ადამიანს მოეწონა ის, რომ თქვენ ძალიან ბევრ შრომობთ, ხართ ძლიერი, ანათებთ, ნათელი ადამიანი ხართ, დადებითი ადამიანი ხართ, ენერგეტიკა გაქვთ ისეთი, აი ყველგან რაღაცნაირად ადამიანების ყურადღების ცენტრში ხვდებით, გინდათ თუ არ გინდათ, თუმცა თქვენ არ ილტვით ამისკენ, იმიტომ რომ აქ განდეგილის კარტი ამოდის, ეს შეიძლება ნიშნავდეს თქვენ სიბრძნეს, თქვენ ჭკუას, გონებას. ამ ადამიანს გეგმები აქვს, თითქოს რაღაც ბიზნეს საქმე, რაღაც აი ესეთი მომენტით შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან დაინტერესდა თქვენი ნატურით, თქვენი პიროვნებით. აქ არის საქმე, რითიც თქვენ ხართ დაკავებული და მაჩვენებენ, რომ ძალიან პასუხისმგებელი ხართ და ძალიან ბევრ შრომობთ თუ მუშაობთ თუ ბიზნესი გაქვთ, ბევრ რამეს დებთ და პასუხისმგებლიანად და ასევე, რა თქმა უნდა, იღებთ იმ თქვენი დახარჯული ენერგიიდან, რაც ასე ვთქვათ, გეკუთვნით, მაგრამ ეს ენერგიას გაცლით, ანუ ნახეთ, ორიენტირება თითქმის სულ გაქვთ საქმეზე სამსახურზე, თუმცა ხართ ძლიერი ქალი და ანუ ესეც იცის ამ ადამიანმა, შეამჩნია თუ დაინახა თუ რა ვიცი, თუ გქონდათ ამაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი თვისება აღმოაჩინა თქვენში ის, რომ ხართ შრომის მოყვარე, პასუხისმგებელი, ბრძენი, ჭკვიანი და შორს ჭვრეტელი. აი წინასწარ ხედავთ, იცით, გეგმავთ რაღაცებს და აკეთებთ. თან აქტიური ამ ყველაფერთან ერთად და ძლიერი. ასევე შეგიძლიათ მართოთ ადამიანები თქვენი ჭკუით, თქვენი გამჭრიეხით, გონებით. მას როგორ წარიმართება თქვენსა და ამ ადამიანს შორის ახლო მომავალის ურთიერთობები, რახან ამდენი თვისება აღმოაჩინა თქვენში. ეხლა ეს ადამიანი განიცდის კრიზისს პირად ცხოვრებაში, მას ჰქონდა რაღაც გაცრუება, რაღაც გულგატეხილობა თავის პარტნიორთან, ქალი წარსულიდან და ამიტომ ნაბიჯს ვერ დგავს, ნახეთ, განულებულ სიტუაციაში, ახალი დასაწყისი უნდა ეძებს მისთვის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, აი
მისთვის სასურველ ქალს, მაგრამ თქვენ, ანუ ეს ყველაფერი დაინახა, იმიტომაც იყო საქმეზე, ბიზნესზე, პასუხისმგებლობაზე, შრომაზე, ანუ მისი ეს ფიქრები აგებული, ხო, თქვენ რო გაგიცნოდათ, თქვენ რო შეგხვდათ, მაგრამ ეხლა თვითონ გაორებულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ის ტკივილი მაინც არ განელებია და სულიერი ტკივილი ბევრად მძიმეა ფიზიკურზე. ფიზიკური იცი, ვთქვათ, გაგეჭრება ხელი და რამოდენიმე დღეში შეგიხორცდება და სულიერ ტკივილს ძრო უნდა, ესე უცებ არ გადის. მაგრამ მაინც, ჯერ არ აქტიურობს ეს ადამიანი, მარტო საქმიან და ესეც რაღაც სიტუაციას იჭერს, მაგრამ ნახოთ, აბა როგორ განვითარდება. იმიტომ რომ ხედავს, რომ ძალიან ძლიერი ხართ, ხო, სიძლიერის კარტი ამოდის. აბა როგორ განვითარდება სამომავლო თქვენი ურთიერთობები. თვითონ პაჟის პოზიციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა ნაბიჯს გააკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მალავს ის რომ მოეწონეთ როგორც ქალი, მიზიდა თქვენში, როგორც ხო გესმით, ეს ყველაფერი დაფარულად აქვს და ამ ადამიანსაც უნდა თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობა. აქ არის მანძილი, აქ არის სიშორე, შეიძლება შორს არის, შეიძლება მიწერ მოწერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეძებს რაღაც მიზეს, რაღაც სიტუაციებს რომ მოგწეროთ და თქვენთან ურთიერთობა გააგრძელოს. ეს იქნება სხვადასხვა სიტუაციებზე, საქმეზე, ისე, ეს მიწერ მოწერა, ესეთი კონტაქტი გაგრძელდება და ახალი დასაწყისით გვირგვინდება. ამიტომ აქ ეხლა მესამე ვარიანტთან ამოდის, რომ თითქოს დასაწყისია, ეხლა იწყება ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი წინ არის თქვენზე აქაც დამოკიდებული, მზე რომ ამოდის, საერთოდ აღარ იშლება, მე ესე ვთვლი. თუმცა, ნახეთ, არის ნიუანსები, რაზეც უნდა გადავამოწმოთ. ამიტომ, ვინც მესამე ვარიანტი ჩაიფიქრა, აცადეთ. ეს ადამიანი მაინც თუ ახალი დაწყებულია ურთიერთობა, თავის თავს გამოაჩენს, ნელ-ნელა პატარა ნაბიჯებით, მაგრამ თქვენ მიხვდებით, რომ არ არის გულგრილი თქვენს მიმართ და ნამდვილად სურს ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა. კარგით, ეხლა ამოვიღებ რუნებს და გეტყვით რუნების სამ ვარიანტზე. დღის რუნას და აგიხსნით, როგორი დღე გელოდებათ და როგორი სიტუაცია გექნებათ ამ ახლო მომავალში. თქვენ, ჩაიფიქრეთ დღის რუნა სამი ვარიანტისთვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. ნახოთ აბა. პირველი ვარიანტი, გელოდება გზა, ან ფიქრობ გზაზე, წასვლაზე, ან შეიძლება დასასვენებლად, ან travel, ხო, სადღაცა სამოგზაუროდ. აქტიური კარტია და გირჩევს ეს რუნა, რომ თუ სადმე აპირებ დასასვენებლად სამოგზაუროდ, ან უბრალოდ წასვლას, ხო, ყველა გზა გახსნილი გექნება. რაიდო, ეს არის გზის რუნა. და იყავი აქტიური, გადადებ, ესეთი რჩება. მეორე ვარიანტი. ეს არის და გაზ, აქ ამოდის ახალი დასაწყისი. ეს არის განახლების, უსასრულობის და ასევე სამყაროსთან შეერთების ესეთი ულამაზესი რუნა, ასევე აღდგენის, თუ თქვენი ენერგია იყო რაღაცნაირად დაცლილი, ან ავად იყავით ჯვარით წერიათ, ან რაღაც პრობლემები გქონდათ, იცოდეთ რომ ამ რუნით აღდგება თქვენი ჯანმრთელობა, რესურსი, ენერგია, ყველაფერი, რაც თქვენ დახარჯეთ, ისევ დაგიბრუნდებათ უკან. გონიათ, რომ ფუჭად ხარჯავდით ამ ენერგიას, ისევ დაგიბრუნდებათ. ოღონდ, რა თქმა უნდა, კარგით, იმიტომ რომ დადებითი რუნაა და მესამე რუნა არის ბერკანა. ეს არის ქალური რუნა, რაც მოასწავებს ფულსაც, ჯანმრთელობასაც, ასევე ქალურ სილამაზეს, დაორსულების, ვისაც უნდა დაორსულება, ან მომავალი დედა, ხო? თუ დედები ხართ, გადასარევია. ბავშვებს, ბავშვებს ამ რუნას იმდენად დადებითი რუნაა, რომ
ბავშვებისთვისაც იყენებენ, ჯანმრთელობის არის ესეც, აღდგენის არის, სილამაზის, პატარა ფული, შემოსავალი, აი მიზიდულობის, ყველაფერი კარგი, მაგრამ ქალური, ანუ ქალებს უკავშირდებათ ეს ანუ რუნებითაც შემიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ გადასარევი ძალიან კარგი ახლო მომავალი გელოდებათ. თავარია თქვენ თვითონ დაიჯეროთ ეს უარყოფითი ფიქრები რაღაცნაირად უარყავით, აი როგორც ფაილს რო ვშლით, ნახეთ, ისე უნდა წაშალოთ. შემოგივათ? უნდა უთხრათ თქვენ თავს, ეს ჩემი არ არის, ეს ჩემი ფიქრები არ არის, არ ვღებულობ და დაიწყოთ ფიქრი კარგზე, ლამაზზე, ოცნება, სურვილი, რაც გაქვთ. აი ყველანაირად უნდა ბრძოლა ეს ცხოვრება და ფიქრებითაც ებრძოლოთ, რომ არ შემოვიდეს თქვენში უარყოფითი. აი მერე ყველაფერი დაალაგდება, თვითონ სამყარო დაგეხმარება თქვენი სანუკვარი სურვილის შესრულებაში. ოღონდ თქვენც რა თქმა უნდა, ნაბიჯი უნდა გადადგათ ამისთვის და რაღაც გააკეთოთ. ასე რომ წარმატებას გისურვებთ. მადლობა. თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, მომწერეთ ასევე კომენტარი, დამიწერეთ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, სტიმულს მაძლევს მე და უფრო მეტ და სასიამოვნო და ასე ვთქვათ, სასარგებლო თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე გავშლი ძალიან ბევრ აი ესეთ ვიდეო ლაივებს. აბა თქვენ იცით, დროებით.